საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 613 მილიონი ნახევარი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახურის საკვები, კონტეინერი, თებში თუ სხვა ნივთი მოიხმარება. ისინი ხშირად გარემოში ნარჩენების სახით რჩება. მაგალითად, მდინარე რიონზე დრონებით ჩატარებული საპილოტე კვლევის მიხედვით მდინარის ნარჩენების 88% სწორედ პლასტიკადია. ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. კონკრეტულად რა რეგულაციები მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში ერთჯერადი პლასტიკის გამოყენების შემცირების თვალსაზრისით და რა გეგმები არსებობს ამ კუთხით საქართველოში სტუმართან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან სოლომონ პავლიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გარშემო სტუმრობისთვის. საკმაოდ შემაშფოთებელია პირდაპირ ვიტყვი, ჩემი გადმოსახედა ყოველ შემთხვევაში ის მონაცემი, რომელიც მე ახლა მაყურებელს გავაცანი, რომელიც მდინარე რიონს ეხება და ალბათ სხვა მდინარეებზეც რომ ჩაატაროთ ანალოგიური კვლევები, შესაძლოა ჩატარებულიც გაქვთ, იქაც არ იქნება მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა. თავდაპირველად რა ჩვენ ამ კვლევებმა და რატომ მიიღეთ საერთოდ გადაწყვეტილება რომ ამ ტიპის კვლევები ჩაგეტარებინათ, რა ტენდენცია ქონდა, რამაც გიბიძგათ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ, რა სურათი გვაქვს მთლიანობაში, არა კონკრეტულად ერთ დაუშვათ მდინარეზე, არამედ მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით და მე როგორ ვისაუბროთ იმ შესაძლო გამოსავალზე თუ რეგულაციებზე, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად არის ძალიან მნიშვნელოვნად გასაკეთებელი. დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემით დაინტერესდით. ეს არის არა მარტო ჩვენი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნის, ეს არის მსოფლიო გამოწვევა, ზოგადად პლასტიკის ნარჩენების დაბინძურება. საქართველოს მიერთებულია მაღალი ამბიციის კოალიციას, რომელიც გულისხმობს, რომ 2030 წლის წინ დავასრულოთ პლასტიკის ნარჩენების დაბინძურება ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ თუ დღეს არ გადავდგით მკვეთრი ნაბიჯები, მკაფიო ნაბიჯები, რა თქმა უნდა, იმ შედეგს ვერ მივახცევთ. აქ ეს რაც ჩავატარეთ ეს კვლევა ეს არ არის მაგალითად ამ ეტაპის ჩატარებული იყო პერიოდი როცა ამ კვლევას ვატარებდით პერიოდულად ქვეყანა ატარებს ეს არის ერთ-ერთი კვლევა მათ შორის და ზოგადად სურათია გამოკვეთილი ჩვენს ქვეყანაში მოდი ვისაუბროთ კონკრეტულად ძალიან მძიმე და ძალიან კრიტიკული როგორც თქვენ აღნიშნეთ იმიტომ რომ ერთჯერადი პლასტიკის გამოყენება მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და შეიძლება ითქვას ეს რა არის მაქსიმალური ზღვარი? შეიძლება ითქვას აი 4000 ტონაზე აველთ უკვე ამ ნარჩენების ასე ვთქვათ ამ ერთჯერადი პლასტიკის გამოყენებით. ტონაში თუ გადავიყვან და რაოდენობა თქვენ თქვით ეს არის ძალიან დიდი მოხმარება და ზოგადად მსოფლიო ქვეყნების და ევროკავშირის მიდგომაც არის ესე რომელიც არის ყველაზე მეტ დაბაბინძურებელი იმაზე აკეთებენ ფოკუსირებას რომ ის ამოიღოს რომელიც წილის მაღალია და თქვენ ჩამოთვალეთ აი რაზე საუბრობთ და რა არის მთავარი განმაპირობებელი ასეთი მაღალი მაჩვენებლის თქვენ კი ახსენეთ რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოწვევა, არამედ მსოფლიო გამოწვევა, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყნის პრობლემა გვადარდებს, ხო? რა არის მთავარი პრობლემა, რომ აი ასეთ მაღალ მაჩვენებელზე ვართ ასული, მომხმარებელთა არასაკმარისი ინფორმირება, ბიზნესის არასაკმარისი ყურადღება ამ საკითხისა და ამ პრობლემის მიმართ, თუ ის რომ რეალურად ეს დაბალი რეალურად ნაკლები ხარჯია და შესაბამისად მთლიანობაში ჯანმრთელობას და საბოლოოდ იმ მავნე ეფექტებზე რომელსაც გავლენა აქვს ამ პლასტიკატებს, ამაზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ და მთლიანობაში ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ მოდი არ დავხარჯოთ ბევრი და დავკმაყოფილდეთ ამ ნაწილით. ეს არის კომპლექსური პრობლემა, ვერ გამოვყოთ რომელიმე მიმართულებას, რომელიმე ფაქტორს, ეს არის ზოგადად პრობლემა, რა თქვენ ჩამოთვალეთ იმ ფაქტორების. მაგრამ აქცენტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ საზოგადოება მზად იყოს, რომ ის განათავსოს ურნაში და არ განათავსოს გარემოში და რაც თავარია შემდგომში მოხდეს მისი რეციკლება. რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეიძლება ითქვას არ არის განვითარებული იმ დონეზე არ არის როგორც უნდა იყოს. ამიტომ ეს ყველაფერი ჯერ ეგერთი რომ გარემოში აღმოჩენილ და აღმოჩნდა მდინარეებში და ზღვაში აღმოჩნდა და ზღვის დაბინძურება უნდა გაუსვა ხაზი რომ ზღვის დაბინძურება ჩვენი რამდენად არის უნდა ითქვას მაინც ორჯერ მეტია ვიდრე ხმელთაშუა ზღვის დაბინძურება შავ ზღვის ჩვენი სანაპირო ზოლზე ლაპარაკობენ ვიდრე ხმელთაშუა ზღვის დაბინძურება დაახლოებით 1 კვადრატმეტრში არის 4 ნივთი მათ შორის 3 პლასტიკია. აი აქედან გამომდინარე და აქცენტების გაკეთება უფრო მეტად ადამიანის ჯანმრთელობაზე იძლევა იმის საფუძვლეს, იძლევა იმის აუცილებელი პირობას, რომ ჩვენ დავიწყოთ რეგულაციები პლასტიკის გამოყენების სფეროში და ერთხელ რომ შევამციროთ მისი გამოყენების მოცულობა და მეორე მხრივ კი გარკვეული მიმართულებები და გარკვეული ასე ვთქვათ სეგმენტი საერთოდ ავგზავნოთ. რა ტიპის რეგულაციაზეა საუბარი ამჯერად, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს ხო და გადადგმული მთლიანობაში რომ ეს პრობლემა რეალურად მეტნაკლებად აღმოფხრათ. ეხლა რა რეგულაციების შემოღებაზეა საუბარი თუ გამკაცრებაზე და
პირობითად არსებულმა რეგულაციებმა, არსებულმა მიდგომამ, საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც ძალიან ბევრი განვახორციელეთ ხო, თუნდაც იმისთვის, რომ რეალურად ევროკავშირის სხვა სტანდარტს მივახლოვდებოდით, რასაც ნარჩენების მართვა ჰქვია. რეალური შედეგები გამოიღო, ვიდრე რეგულაციებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას? რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილში არის პოზიტიური შედეგები და შეიძლება ვთქვათ, იგივე ვთქვათ, პარკებთან დაკავშირებით, როდესაც იმპორტირებული, ასე ვთქვათ, იმპორტი აიგზალა და განთავსება აიგზალა ბაზარზე, ასე ვთქვათ, პლასტიკის შემცველი და ოქსო პარკების, ასე ვთქვათ, და მარტო ბიოდეგრადირებული იქნა დაშვებული. ამიტომ ეს გარკვეული შეზღუდვა რომ დაწესდა, შედეგი მოიტანა. თუმცა რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილში მაინც უჭირს ქვეყანას, იმიტომ რომ ისეთი ასე ვთქვათ, გამოყენება ისეთი ინსტრუმენტების, რომელიც ფაქტობრივად მისი შემოწმება ყველა დონეზე, ცოტა გაძლიერებული და საზოგადოების ცნობიერებას. თუმცა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ერთ მხრივ იმპორტი ჩაიკეტოს ამ მიმართულებით, მეორე მხრივ კი წარმოება შეეზღუდოს ბაზარზე არ მოხდეს მისი განთავსება. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეხლა რაც ვლაპარაკობთ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საქართველოს მთავრობა და სამინისტრო, ჩვენ გავდივართ ბიზნესთან კონსულტაციებს. ისე არ გავაკეთოთ, რომ გარკვეული დეფიციტი შეიქმნას ამ სფეროში. ამიტომ ჩვენ მათთან გვექნება კონსულტაციები და დავიწყებთ შეზღუდვებს, რეგულაციებს, ისე რომ დეფიციტი არ შეიქმნას ბაზარზე. რეგულაციაზეა საუბარი, რომ მაყურებლის გასაგები იყოს. საუბარი არის ისე და ჩვენ გვაქვს ესეთი რეგლამენტი, ეს არის სრულსათანადო შემთხვევლობაში პლასტიკის მასალების გამოყენება, ეს რეგლამენტი არსებობს. ჩვენ შევეცდებით, რომ გავამკაცროთ ერთჯერადი პლასტიკის განთავსება ბაზარზე, ასევე მისი გამოყენება. ეს შეიძლება იყოს, ეს არის პირველ რიგში არის ჭურჭელი, ეს არის იგივე თეფშები, ჩანგალი, ვთქვათ, იგივე კოვზი და სხვა მიმართულება, დაახლოებით ეს არის 6 დასახელება, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს გავიაროთ ბიზნესთან და ისე არ გვინდა რომ ალტერნატივებს გავაჩინოთ. ჩვენ ერთხელ ამას გვძალავთ, მაგრამ ალტერნატივა შევთავაზოთ. რას ნიშნავს ალტერნატივების გაჩენა? გეტყვით, ალტერნატივა რიშავს, ეს შეიძლება იყოს, ესე იგი, ბუნებისადმი მეგობრული დამოკიდებულება. ადამიანის ჯანმრთელობისადმი მეგობრული დამოკიდებულების შემადგენელი, ვთქვათ, იგივე ელემენტებისგან, როგორიც არის იგივე ქაღალდი, როგორიც არის შეიძლება იყოს ეს ხისგან დამზადებული და სხვა, რომელიც ხოლმე არა პლასტიკისგან გამოყენებული. იმიტომ პლასტიკი შემხებლობაში იშლება მიკროპლასტიკება და იგი ადამიანის ორგანიზმში გადადის, გინდა თუ არ გინდა, რეალობა ეგ არის და უფრო მეტია მედიცინაში. თქვენ გქონდათ ბიზნესთან ერთგვარი მოთელვითი კონსულტაცია, რა აჩვენა ამ შეხვედრამ, რამდენად მზად არის ბიზნესი, რომ ამ ტიპის თანამშრომლობას წამოყვეთ და თუ საუბრობთ რეგულაციის გამკაცრებაზე, როდიდან შეიძლება რომ ის შევიდეს ძალაში, რომ დაუშვათ ბიზნესს თქვენ ახსენეთ, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, გარდა დეფიციტისა ბიზნესს გქონდეს მოსამზადებლად, რომ ეს არ იყოს რაღაც გეტყვით, ზოგადი მიმოხილვითი შეხვედრა იყო, არ ყოფილა ესეთი კონკრეტული შეხვედრაში გეგმავთ და მომავალ კვირაში ჩაინიშნება ეს შეხვედრა და ჩვენ გვინდა მათგანაც გავიგოთ, რისთვის არიან მზად. და რა დრო დაჭირდებათ მათ, რომ ეს ალტერნატივები ჩაანაცვლონ, იმიტომ რომ ეს პროდუქცია, რომელიც არის ერთჯერადი გამოყენების, ყველა არ იმპორტირებული. მოდი ვთქვათ რეალურად. ადგილობრივი წარმოება ამაში არ არის ნაკლები. ერთ მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, მინუსი, მაგრამ მეორე მხრივ არის რეალობა, რაც არის. ამიტომ მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს ალტერნატივები გააჩინონ. ამიტომ ვეთქვით, ბაზარზე რამდენად განთავსებული, რა ხელშეკრულებები აქვთ იმათ და რის ჩანაცვლება შეუულებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთან შეხვედრა. ჩვენ ნებისმიერი საკითხი გვინდა, რომ მათთან გარკვეულად სინქრონიზებული იყოს. ამიტომ ამას გავაკეთეთ. ხოლო მე როცა მივიღებთ არა, ამას ჭირდება მთელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ყველა ჩართულობა ნებისმიერ დონეზე. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კერო სექტორის ჩართულობა, რომ ალტერნატივები იყოს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხრივ გაძვირება არ გამოიწვიოს კატასტროფა და მეორე მხრივ ალტერნატივა იყოს მიწოდებული ბაზარზე. კი ბატონო, მთლიანობაში აი ამ პოლიტიკამ, რასაც გარემოს დაცვის მიმართულებით საკმაოდ უკვე წლებია, ხო? და თქვენ ამ ეთერში ძალიან ბევრჯერ გისაუბრეთ სხვა ცვლილებასთან მიმართებაში. საზოგადოება რამდენად და მათ შორის ბიზნესი, რამდენად აგიწყოთ ფეხი, რამდენად აკყვათ, იმიტომ რომ თითქოს ბოლომდე ალბათ ვერც ვაცნობიერებთ. შესაძლოა მათ შორის თუნდაც მეც, რომ რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე და ვიღაცაში მაინც მიეჩნია, რომ იცი რა, ეს თუნდაც ამ შემთხვევაში ხა პლასტიკატი რა პრობლემაა, ხო? ანუ არ არის იმ მასშტაბის პრობლემა და მოგვარებადი გადმიაჩნია, თუმცა ეს ძალიან ძიმე კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანი ჯანმრთელობაზე და რაც მეტად გავაცნობიერებთ, ამას მით მეტად ალბათ უკეთესიც იქნება, თუმცა საზოგადოება და ბიზნესი რამდენად წამოყვათ აი ამ ურთიერთობებზე. თუ შევადარებთ გასულ აწლის მდგომარეობას, გასულ პერიოდს, მდგომარეობა არის გამოსწორებული, შედარებაც არ შეიძლება. საზოგადოების ცნობიერება, რა თქმა უნდა, კიდე განიცდის რაღაც ნაკლებობას, მაგრამ როგორ შეადარო გარკვეულ წინა პერიოდს, მასთან შედარება არ შეიძლება, იმიტომ რომ საზოგადოებაც მზად არის. თუნდაც ავიღოთ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რამდენი გვისაუბრე, იგივე საბურავები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები დღეს ეს ამის შეგროვება ხდება, მარტო წარმოგიდგენიათ დაახლოებით 10,000 ტონა საბურავი გროვდება ყოველწლიურად. სად მიდიოდა ეს საბურავი?
ნაკლებობები თქვა 2022 წლამდე. ეს ხო გარემოში იყო. კი, იქაც არის ნაკლებობები და უფრო მეტია შეგროვებული. იგივე აკუმულატორები, რომელსაც ვაგროვებთ, არის 5000 ტონა, პირობითად ვლაპარაკობ, ყველა იმგები. და ბიზნესის დაინტერესდა ამ ნარჩენების მართვის თემით. 17000 კომპანია გაწევრიანებული. 17000 კომპანია, ანუ პრინციპი, რასაც ქვია, დამბიძურებელი იხდის, კომპანიებმა გაიგეს და ჩაერთვნენ ამ პროცესში, იმიტომ რომ გარემო სადმე გახდნენ მეგობრად დამოკიდებულები. ანუ რა ხარჯები ყოველთვის ბიზნესმა უნდა გაიღოს სწორედ გარემოსთან, იმიტომ რომ ის გარემოს და მიღებული სიკეთები ისე უბრუნდება ბიზნესი. თვითონ ბიზნესი რამდენად რეალურად მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში საიტსკენას მივისწრაფით, ნარჩენების მართვა, მე ამის გადამუშავება და ბიზნესად ქცევა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოყენებადი და კარგი შემოსავლის წყაროც. საქართველოში თანდათან დაიწყეს, მაგრამ ბიზნესი რამდენად აქტიურია თუნდაც აი ამ პროცესში, რომ მაქსიმალურად ეს ნარჩენები ისე ბუნებაში კი არ დავაბრუნოთ და რეალურად ვაქციოთ ბიზნეს პროდუქტად და აქედან შემოსავლის წყაროთ. ეს პირველი ეტაპები იყო, ამის შეგროვება რო დაიწყო და რა თქმა უნდა, მთავარი არის რომ ღირებულთა ჯაჭვის შექმნა ჩვენ, ანუ გადამუშავებლები და მათ აქვთ ამ MGV-ებს განზრახულობა, რომ გადამამუშავებლები ააშენონ იგივე საბურავის მიმართულებით, აკუმულატორის მიმართულებით. ამ ეტაპზე უფრო მეტად ექსპორტზე გადიოდა, იმიტომ რომ აქ არ იყო ამის საშუალებები, მაგრამ სახელმწიფოდ იგივე აწარმოებს საქართველოს ხარში უდგათ, მაგრამ ასევე ბანკები. იმიტომ რომ რაღაც გაითავისეს ეს პრობლემა და ისინი ცდილობენ რომ MGV-ებს რომ აქვე გადაამუშავონ და აქვე მიიღონ პროდუქტი და აქვე მიაწოდონ ადგილობრივ ბაზარს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეგ ჯაჭვი შეიკრება საბოლოოდ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მაინც არის სწორედ ცირკულარობა ამ ყველა ნარჩენის და არა ბაზარზე და იმაზე ასე ვთქვათ ნარჩენების ასე ვთქვათ მინდორზე განთავსება. თავარია როგორ ამოიღეთ გარემო და როგორ შეგვიძლია ახალ ღირებულებას კიდევ ამით. რომ ახალი ღირებულება დაიწყო, ახალი და სწორედ ამას შევა ცირკულარობა და ახალ ეტაპზე გადახვიდე. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და ბიზნესთან შეხვედრის შემდგომ ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი სიამოვნებით გააშუქებს ამ თემას და ამ თემას მიიყვანს ანუ მიყვება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა ეტაპზეც იქნება ის. სოლომონ პავლიაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.